მოგესალმებით, ეთერში გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ჩვენს გვისმენს FM 103-ზე, რადიო პალიტრის ეთერში და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს და გვისმენს ტელევიზია პალიტრა ნიუსის ეთერით. დღეს გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ დაუბრუნდებით სომხეთში მიმდინარე მოვლენებს, რადგან იქ საკმაოდ საინტერესო მოვლენები ვითარდება, საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობა სომხეთის ხელისუფლებას და ეკლესიას შორის. ჩვენ გადაცემის დღევანდელმა ერთ-ერთმა სტუმარმა გიორგი ტუმასიანმა ასეთი რამ დაწერა Facebook-ში, დაიწყო უმნიშვნელოვანესი პროცესი. სომეხმა ერმა და სომხეთის ხელისუფლებამ დაიწყეს სომხური ეკლესიის გათავისუფლება KGB-სგან. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, ცხადია. რამდენიმე წუთის წინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ეს გუშინდელი პოსტია, ნიკოლ ფაშინიანმა განცხადება გააკეთაო, წერს ტუმასიანი. თუ აღმოჩნდება, რომ გარეგინ მეორე მართლაც დაარღვია უქორწინებობის აღთქმა და შვილი ჰყავს, ის ვერ იქნება ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი, რადგან სადავო ფაქტის არსებობის მომენტიდან მას არ შეეძლო ყოფილიყო უქორწინებელი მღვდელი. ამას ვაცხადებ ყველას პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებისადმი სრული პატივისცემით, მაგრამ ყოველთა სომეხთა კათოლიკოს არ შეიძლება ჰქონდეს ასეთი პირადი ცხოვრებაო, ამბობს ფაშინიანი. ამ საკითხს ვაყენებ როგორც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი, რადგან ხედავს სულიერი უსაფრთხოების საკითხს. ამას ასევე ვამბობ როგორც სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, რადგან ხედავს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხს. წმინდა ეჭმიაძინის მთავარმა საკათედრო ტაძარმა უნდა დააფიქსიროს პოზიცია ამ სიტუაციასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც განხორციელდება საკითხის შემდეგი განმარტებაო. ეს არის ფაშინიანის ციტატის დასასრული. ნიკოლ ფაშინიანმა ასევე თქვა, სომხეთის რესპუბლიკას გადამწყვეტი ხმა უნდა ჰქონდეს ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის არჩევნებში. კათოლიკოსის თანამდებობის კანდიდატებმა უნდა გაიარონ წარსულის შემოწმება. ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდესო, თქვა, როგორც გითხარით, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა. შაშან პატრიარქი გარეგინ მეორის მხარდამჭერით ტაუშის ეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ცდილობდა რევოლუციის ორგანიზებას სომხეთში და პრემიერობა უნდოდა. წერს გიორგი ტუმასიანი, თუმცა ვერ მოახერხავ. ახლა FSB-ში რუსებს აზრად მოუვიდა და რამდენიმე დღის წინ სომხეთის წინა რუსულმა ხელისუფლებამ დაიწყო გაჟღერება იმისა, რომ ყოველთა სომეხთა კათოლიკოსი გარეგინ მეორე უნდა გახდეს სომხეთის პრემიერ-მინისტრი. ეს გახდა ბოლოს საკვანძო არგუმენტი, რათა დაწყებულიყო დროული პრევენცია უდიდესი საფრთხის მქონე რუსული გეგმის კათოლიკოსის პრემიერობა სომხეთის რელიგიურ არასახელმწიფოდ გადაქცევა. მოკლედ რუსებს ასეთი იდეები აქვთ. ქრისტიანული ირანი და ეგაო დაწერა გიორგი ტუმასიანმა. გიორგი ტუმასიანი, როგორც გითხარით, დღეს ჩვენი სტუმარი არის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ასევე ჩვენი სტუმარია ლელა ჯეჯელოვა, ამჯერად როგორც არმენოლოგი. მოგესალმებით ორვეს. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და გიორგი, რადგან შენი პოსტი წავიკითხე, შენგან დავიწყებ საუბარს, კიდევ უფრო ვცვლად რომ განუმარტოთ ორივემ რა ხდება სომხეთში, სომხურ კათოლიკოსი პრემიერ-მინისტრად ასეთ რამ არ ვიცი, არ გამიგია, სიმართლე რო გითხრათ. მართლა არსებობს ასეთი გეგმა? თუ აშკარა არის, რომ ესეთი გეგმა ჰქონდათ ეპისკოპოს ბაგრატ გალსტიანის შემთხვევაში შაშან, მაგრამ რადგან ეს წარმატებით არ დასრულდა, ახლა ნამდვილად გააჟღერეს რამდენიმე დღის წინ უკვე წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს პოზიცია, რომ ერთიანი კანდიდატი ოპოზიციიდან უნდა იყოს სწორედ გარეგინ მეორე. და პრინციპში ეს კიდევ ერთხელ რუსეთის გეგმებში, რადგან არ გამოვიდა ქოჩარიანის, ზარქსიანის, სხვა ოპოზიციური პარტიების გააქტიურება, ახლა განიხილება ეგ საკითხი და პარალელურად დაშნაკ ცუცურმა ასევე დაძრა საკითხი, რომ აუცილებელია ლიკვიდაცია საერთოდ ნიკოლ ფაშინიანის, როგორც ეს მოხდა 1999 წელს 27 ოქტომბერს, როცა პარლამენტში დაწკრილეს მოქმედი ხელმძღვანელობა. ვინ დააყენა საკითხი? როგორ? ვინ თქვა ეს? დაშნაკ ცუცუნის ბიუროს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, შესაბამისად რუსეთის აგენტურა და ჩვენ ვიცით, რომ დაშნაკ ცუცუნში პრინციპში მთლიანად და სომხურ ეკლესიაში მეტწილად არის რუსეთის უსაფრთხოების სისტემების უდიდესი გავლენა. ებრძვის დღეს სომხურ სახელმწიფოს და ნიკოლ ფაშინიანმა წინასწარ ჩვენ ამისადმი მას მოვუწოდებდით ძალიან ბევრი ანალიტიკოსი და სპეციალისტი, რომ წინასწარ, ასე ვთქვათ, არ დაუშვას რევანში და წინასწარ მიიღოს ზომები იმისთვის, რომ აღიკვეთოს ეს გეგმა და სწორედ ამიტომ დღეს დადგა საბოლოოდ 2018 წელს იყო საკითხი, როცა რევოლუცია მოხდა სომხეთში, რომ კათოლიკოს პატრიარქი შეეცვალათ ასევე, იმიტომ ყველამ იცოდა, რომ ჯერ ერთი მისი ყოფნა უკანონო არის, თვითონ ამ სახელმწიფო გადატრიალების დღეს გახდა
როგორც გითხარით 1929 წლის 27 ოქტომბერს კათოლიკოს პატრიარქი ისიც უკანონოდ და პირდაპირ ატარებს რუსეთის იქ ინტერესებს, ანტისომხურ ინტერესებს, თუმცა ამავდროულად ყველას ესმის, რომ თუ ეს არ აღიკვეთება, ეხლა სომხურ სახელმწიფოსთვის ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნება, სწორედ ამიტომ ნიკოლ ფაშინიანს გააჩნია საზოგადოების ტოტალური უმრავლესობის ხარდაჭერა და ახლა მხოლოდ და მხოლოდ იმედია, რომ ეს მისი დაწყებული პროცესი არ შეჩერდება ნახევარგზაზე და ბოლომდე მივა და აუცილებლად უნდა დასრულდეს, იმიტომ რომ სომხეთს უნდა ყავდეს პრინციპში თვითონაც თქვა, სომხეთს უნდა კონდეს გადამწყვეტი ხმა კათოლიკოს პატრიარქის შერჩევაში. ან სომხეთს ექნება ასეთი ხმა. ანუ საერო ხელისუფლება უნდა ჩაერიოს? სწორად გამიგეთ, მაგრამ რეალობა ისეთი არის, რომ ამ სომხეთს ექნება ეს გავლენა სომხურ ეკლესიაზე, ან ვიღაც სხვას და ამ შემთხვევაში რუსეთს. შესაბამისად, ის ობიექტური რეალობა, რომ ეს სეკულარული რაღაც სისტემა არსებობს, ჩვენ ხო სისტემაზე ვსაუბრობთ, ეს ხო სულიერ პროცესზე არ არის. ამ სისტემას ვიღაცა მართავს. ისე როგორ დაშნაკცություն სამწუხაროდ რუსეთიდან მგზავრული არის, რომ შესულია სწორედ იმ სისტემებში და ეს არის სომხური ეკლესია და დაშნაკცությունი, რომელიც ავტონომიურია მათ შორის სახელმწიფოსგან, აქვს ეს ავტონომიურობა და რომლებიც ისტორიული ორგანიზაციები არის და პირდაპირ თქვათ რა, აი ამ რიტუალების უკან, ამ ეკლესიების უკან, ამ ტანსაცმლის უკან, ამ ყველა ისტორიული სისტემის უკან დამალული არის პირდაპირ რუსული სპეცსამსახურები და ებრძვის სომხურ ერს და სომხურ სახელმწიფოს და რა თქმა უნდა სომხურ სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა თავი დაიცვას. კი ბატონო, ხალხო ლელა, თქვენ როგორ შეაფასებთ ამ მდინარე მოვლენებს, რაც ხდება ახლა სომხეთში? უდავოდ ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო სომხეთში, უკაცრავად მივესალმები თქვენს მაყურებელს, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ იდეა პატრიარქის პრემიერ-მინისტრობისა პირველად სომხეთში არ გაჟღერებულა. თქვენ ეტყობა აღარ გახსოვთ, წინა ხელისუფლების დროს ამ ტიპის სტატიები იბეჭდებოდა საქართველოს პრესაში. მე მგონი ეს ადამიანი არ ვიცი არის თუ არა კიდე და თუ დავუშვათ არ არის ამ ქვეყნად, ბოდიშ მოვიხდი რომ მიწევს, მაგრამ იყო ბიძინა სავანელი, ასეთი ალბათ ყველას გახსოვთ, რომელსაც ქონდა ეს იდეა, მას გამოუჩნდნენ მიმდევრები და წერილიც კი არის დაბეჭდილი ხელმოწერებით, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ყოფილიყო საქართველოს მაშინ პრეზიდენტი, იმიტომ რომ მაშინ არ ვიყავით საპარლამენტო რესპუბლიკა. ანუ ამ აქაც არსებობდა. აქაც არსებობდა. ეხლა ის ფაქტი, რომელიც სომხეთში მოხდა და მოითხოვეს სომხეთში გაჩნდა ეს იდეა, ადასტურებს, რომ ეს არის სწორედ FSB-ში დამუშავებული სქემა იმისთვის, რომ როდესაც ოპოზიცია არ ამართლებს იმედებს, ასეთ შემთხვევაში ეკლესია არის ყველაზე საიმედო გარანტი და დასაყრდენი. ის ეკლესია, რომელსაც დაუშვათ აქვს საბჭოთა წარსულიც და ძალიან დიდია მართლა და მაღალია, ეხა ამაზე ვერავინ იდავებს სპეცსამსახურების წარმომადგენელთა ინფილტრაციის ხარისხი ნებისმიერ რელიგიურ პოსტსაბჭოთა სივრცეზე, ნებისმიერ რელიგიურ მიმდინარეობაში, ამიტომ ხო, მე ეს მესმის, მაგრამ კიდევ რა ასე ვთქვათ, გადანახული აქვთ რუსებს ამ მიმართულებით ერთ-ერთი კოზირი, როგორც უყვართ ხოლმე ახლა პოლიტიკოსებს საუბარი, რა კარტი აქვთ. წარმოშობით სომეხი, მე რამდენთაც ვიცი, მას მოიხსენიებენ როგორც კრიმინალურ ავტორიტეტსაც და არის თვითონ თავს მიიჩნევს საზოგადო მოღვაწეს, არტურ ასატრიანმა დააარსა სომეხ ჯვაროსანთა საზოგადოება, რომელსაც აქვს მთელი რუსეთის ტერიტორიაზე იმ ქალაქებში, სადაც სომხური თემი არის ძალიან ესე კომპაქტურად დასახლებული, ყველგან აქვს ფილიალები და მისი ძირითადი ამოცანებით სწორედ წარმოადგენს სომეხი ეკლესიის ინტერესების დაცვა, ეკლესიის როგორც უმნიშვნელოვანესი
მისი ფაქტორი სომეხი ერის ისტორიაში წინაპლანზე წამოწევა და შესაბამისად ეკლესიის მიერ დადგენილი, ასე ვთქვათ, ნორმებით სომხეთის მართვა. ნუ ეს ბატონი არტურ ასატრიანი ვერ ჩადის სომხეთში, იმიტომ რომ განდევნილი ყავს ფაშინიანის ხელისუფლებას. ბუნებრივია ხა მათი ინტერესების თანხვედრა არის ძალიან სერიოზულად და ამიტომ ეს არ იქნება იული პროცესი. ეს იქნება პროცესი ვინ ვის აჯობებს, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ აი არის საინტერესო ისმეტი მხარდამჭერი ყავს ხა ეკლესიას თუ ფაშინი. იცით რაშია საქმე? რამდენიმე ასპექტს უნდა შევეხოთ. სომხური სამოციქულო ეკლესიის პატრიარქი არ არის ისეთი ავტორიტეტი, როგორც არის მაგალითად საქართველოს პატრიარქი. დამეთანხმება. ისეთი გავლენა არა? არა. და არც ისეთი გავლენები არ აქვს ქვეყნის შიგნით. რატო? ნამდვილად. ნუ ამას ბევრი რამე განაპირობებს, მათ შორის მისი პერსონაც თავად საკმაოდ ოდიოზური ფიგურაა და ეს მან დაადასტურა საქართველოში ვიზიტის დროს ჩვენ პატრიარქთან შეხვედრისასაც. გარდა ამისა, ხო, ნუ პატრიარქს ისე მიმართა, როგორც არავის მიუმართავს მისთვის აქამდე არცერთ სტუმარს, მაგრამ ეს არა უშავს. გარდა მაგისა, ის პატრიარქად არჩეული იქნა მას შემდეგ, რაც ძალიან უცნაურ და ცოტა საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა გარეგინ პირველი სომეხთა პატრიარქი, რომელსაც ძალიან ცოტა ხანს მოუწია ტახტზე ყოფნა, მაგრამ რომლის აღსაყდრებაც უკავშირდებოდა საერთო სომხურ იდეას, რომ გაერთიანებული იყო, ანუ რაღაცნაირად მომხდარიყო კილიკიის სომხური საპატრიარქო ტახტის და ეჩმიაძინის საპატრიარქო ტახტის გაერთიანება, ანუ ერთიანი მთლიანი სომხური idei, ასე ვთქვათ, წინ წამოწევა ყოფილიყო ხაზგასმული. ნუ გარეგინ პირველი, რომელიც განსხვავებით ამ პატრიარქისგან იყო ძალიან განათლებული ადამიანი, სრულად სხვა და რაც თავარია, ძალიან კარგად მცოდნე თეოლოგიისა, გარდა ამისა, ძალიან ესეთი ავტორიტეტული სასულიერო წრეებში და მათ შორის სომხებშიც, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, ნუ მოკლედ ძალიან უცებ განუვითარდა რაღაც დაავადება და გარდაიცვალა. ესე იგი არ გვინდა შეთქმულების თეორიები, მაგრამ ნუ არსებობს ეჭვი, რომ მისი ამ ქვეყნიდან წასვლა დაჩქარდა და ნუ ეს ახლა არ არის ის თემა, რომელიც დახურულია და არავინ არ იცის, ამაზე პრესაც წერდა სომხეთში, ეს არის ხო, ყველასთვის ცნობილი ამბავი. რაც შეეხება გარეგინ მეორე, ის იყო არარატის ეპარქიის ხელმძღვანელი, სანამდე გახდებოდა კათოლიკოს პატრიარქი და ნუ საკმაოდ ცნობილი იყო მისი უნარებით, ოღონდ უფრო მეტად სხვა მიმართულებით, იგივე ბიზნეს საქმიანობით და ასე შემდეგ, ვიდრე მისი თეოლოგიური, ასე ვთქვათ, ცოდნით და განათლებით. გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა, მე გიორგისთან დავაზუსტებ, მისი ძმა კიდევ არის მოსკოვის ეპარქიის, ხო, ამავდროულად მისი ძმა არის სომხური სამოციქულო ეკლესიის მოსკოვის ეპარქიის ხელმძღვანელი, ხა იცით, რომ მოსკოვში საკმაოდ დიდი დიასპორაა სომხური, ძალიან დაახლოვებულია იქაურ პოლიტიკურ და არა მარტო პოლიტიკურ წრეებთან, რაც რასაკვირველია, ძალიან კარგ საფუძველს უქმნის აქ თავის ძმას იმისთვის, რომ მყარი წინააღმდეგობა გაუწიოს ფაშინიანს, რომელიც არის რუსეთისათვის სრულად მიუღებელი ფიგურა. ეხლა ჩვენ არ ვლაპარაკობთ რამე უცხოზე, ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ბოლოდროინდელ, ასე ვთქვათ, განცხადებაშიც მითითებულია, რომ რუსეთი კარგავს სომხეთს და რუსეთმა რომ არ დაკარგოს სომხეთი, ამისთვის მან
უნდა გამოიყენოს ყველა მეთოდი, მათ შორის დაუშვათ დაწოლა ეკლესიიდან. გიორგიმ სწორად ბრძანა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სასულიერო პირი ღია და აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში, ეს გალსტიანი ხო, რომელიც ბაგრატ გალსტიანი, რომელიც საკმაოდ ისე ცხელ დაპირისპირებაში შევიდა ხელისუფლებასთან და ხელჩართულობზეც არ უთქვამს უარი, ხო, რაც არც ეგ არ გვიკვირს ჩვენ, ეგეც ნანახი გვაქვს, ასე რომ ხო, ეპისკოპოსები ხელჩართულობში გვინახავს, ხო, ისი მუშტიკრივითაც და ტაბურეტკებითაც, ბევრი რამ გვაქვს ნანახი, ბევრი რამ არის საერთო, მაგრამ არის განსხვავებებიც, ხო, რეალურ ვითარებას შორის. ამიტომ ფაშინიანს სხვა გამოსავალი არ რჩება. თუ მან სერიოზულად არ აღმოფხვრა ის რისკები, რომელიც მომდინარეობს ამჯერად ეკლესიიდან, როგორც ინსტრუმენტიდან რუსეთის პოლიტიკური და სპეცსამსახურების წარმომადგენლებისა, მას ძალიან გაუჭირდება, მოდის იცით არჩევნები, ახლოვდება, ვერაფრით ვერ მოიპოვა კოჩარიანის, სარქისიანის, არტურ ვანეციანის და სხვა იმ პოლიტიკოსების გავლენა, რომლებიც აშკარად რუსეთის დასაყრდენს წარმოადგენენ ქვეყანაში. ფეხეთი ცნობილ ისტორიას უნდა მოვყვე, როდესაც პირველად შეხვდნენ ფაშინიანი და პუტინი ერთმანეთს, ხო ფაშინიანს აქვს ეს რაღაცა ცოტა ნაივური გულწრფელობაც, რაც პოლიტიკისთვის ალბათ მაინც და მაინც არ არის კარგი. პუტინმა უთხრა, რომ კოჩარიანი ციხეში ზის, იმიტომ რომ მან დააპატიმრა, როგორც კი მოვიდა ხელისუფლებაში კოჩარიანი და პუტინმა უთხრა, რომ იცითო, რომ კოჩარიანი ჩემი მეგობარიაო და ნიკოლ ფაშინიანის პასუხი იყო, რომ უი რა ცუდი მეგობარი გქონიათო. ას ხო ეს ცნობილი ისტორია, ანეკდოტი დადიოდა, ხო. რასაკვირველია პუტინისთვის ეს ძალიან რთული მოსასმენი იყო და შესაბამისად იმ ვიზიტს მერე ძალიან ბევრი ცუდი შედეგი მოყვა იმ თვალსაზრისით, რომ ხო, რისი თქმა მინდა, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც დაიწყება. რისკები ამ პროცესს აქვს კი ბატონო და პირველი რისკი რაც არის, ის არის, რომ აი სად გავა ზღვარის დაუშვათ სეკულარული სახელმწიფოს პრინციპსა და სახელმწიფოს ჩარევას შორის ეკლესიის საქმეებში. მაგრამ თუ მიუდგებით წმინდა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ჯობს შენი ეროვნული სახელმწიფოს ინტერესები იყოს უპირატესი, ვიდრე სხვა სახელმწიფომ გაატაროს თავისი ინტერესები ეკლესიის ხელით. ამიტომ არის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ფაქიზი თემა, ამიტომ აღნიშნა ფაშინიანმა, რომ ეს არ არის მარტო ზნეობრივი უსაფრთხოების საკითხი და ასეა ჯანსაღი ქრისტიანული ქვეყნები და ქრისტიანული ერები შეუძლებელია ჯანსაღი ქრისტიანული ეკლესიის გარეშე არსებობდნენ. ფაშინიანმა ეს სწორად დააყენა სახელმწიფო უსაფრთხოების რანგში. გიორგი, რამდენად აქვს შანსი ახლა ფაშინიანს რაღაც თავისი იდეები გაატაროს და გაწმიდოს თუნდაც ეკლესია? რა თქმა უნდა, აქვს ძალიან დიდი შანსები, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ეს ის ადგილია, სადაც რომელიც ძლიერი მხარეა სომეხი ერის და ის მიმართულება, სადაც შეგვიძლია თქვა, რომ სომეხი ერი ბრძენია და მხარს უჭერს სწორედ ეკლესიის ფაშინიანს მეტი მხარდამჭერი ყავს, ვიდრე ფაშინიანს მეტი მხარდამჭერი ყავს, ვიდრე ეკლესია? მე ასე გეტყვით, რომ მოსახლეობაში სწორედ ეს შეეშალა ჩემი აზრით დაიშლება რუსეთის ფსბ-ს წარმომადგენლების მოსკოვში. იმიტომ სტატისტიკას უყურებენ 90%-ზე მეტი აბსოლუტური უმრავლესობა თითქმის ყველა არის ქრისტიანი და თავს ასოცირებს სომხურ სამოციქულო მართლმადებელ ეკლესიასთან. მაგრამ აი აქ ეშლებათ, იმიტომ რომ მხარდაჭერა გარეგინ მეორეს ამ სისტემის, რომელიც ანტიეკლესიურიც არის და ანტისახელმწიფოებრივიც, ერთ ნიშნა არის, ორ ნიშნა არ არის.
და სომეხი ერი 2018 წელს როცა რევოლუცია მოხდა, იმ დროს ითხოვდა ჯერ კიდევ ახალი სომხეთი ახალი პატრიარქი მოძრაობა და ართურ ვანეციანი, რომელიც ახლა ოპოზიციაშია და რუსეთის პოლიტიკას ატარებს, იმ დროს ნიკოლ ფაშინიანმა როგორც სუსის ხელმძღვანელის მოადგილე იყო და დანიშნა სუსის ხელმძღვანელად, იმიტომ რომ ფიქრობდა, რომ რუსეთთან საჭიროა ნორმალური ურთიერთობები და ართურ ვანეციანმა ხელი შეუშალა აი ამ პროცესს, რომელიც გულისხმობდა პრაქტიკულად პატრიარქის უცებ ცვლილებას და ჩვენ ვაფრთხილებდით ამ ნიკოლ ფაშინიანსაც, რომ ეს თუ ამ პრობლემას არ მოაგვარებ, ეს პრობლემა დაიწყებს რეალურად ჩვენთან ისეთ ბრძოლას, რომ დამარცხდები საბოლოო ჯამში. ჩვენ ვნახეთ, რომ ეკლესიამ ყველაზე რთულ ვითარებაში, როცა მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ აგრესიის, ამ ხალხის წინააღმდეგ აგრესიის ფონზე, ეთნიკური წმენდის ფონზე მოსხოვა ფაშინიანს, რომ დატოვოს თანამდებობა. გარეგინ მეორე ოფიციალურად. ამაზე ხალხის მხარდაჭერა იყო უბრალოდ კიდევ ერთხელ სიბრძნე პრაქტიკულად, რომ ფაშინიანს იმ გაჭირვებაში, როცა მართლა ძალიან რთული ვითარება იყო, ხალხმა მხარი დაუჭირა. დღეს ნათელი არის, რომ პირიქით ყველას ესმის, რომ პუტინის პირადი მედალის მქონე კტრიჩ ნერსისიანი ეს მოქალაქე და ამ პრიზმაში ვუყურებთ, სომხეთის მოქალაქეა, შესაბამისად, მისი ჯაშუშური საქმიანობა, კტრიჩ ნერსისიანი სახელი და გვარი, მისი ჯაშუშური ქმედებები რუსეთის სასარგებლოდ და სომხეთის სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ უნდა იყოს სომხეთის სახელმწიფოს პრიზმიდან დანახული, ვისაც როგორც უნდა ისე უყუროს სომხეთის სახელმწიფო, მას უყურებს ჩემი აზრით და უნდა უყუროს როგორც მოქალაქე. გარეგინ მეორე სახელი და გვარი. დიახ, უნდა უყუროს როგორც მოქალაქე, რომელიც აწარმოებს პრაქტიკულად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და საფრთხე ემუქრება სომხეთის რას. პირველ რიგში საფრთხე ემუქრება იმას, რომ ამ ადამიანებს უნდათ სომხეთი გახადონ, როგორც ჩემს განცხადებაში ვთქვი, არასახელმწიფოდ, კვაზისახელმწიფოდ, რელიგიურ რაღაც ტერიტორიად, ქრისტიანობის საფუძველზე, ღმერთის სახელით უნდა დიქტატურის დამყარება სომხეთში, სხვა ვერაფერი რუსეთის ფსბ-შნიკებმა ვერ მოიფიქრეს, ეხლა საბჭოთა კავშირის დამყარების დროს იყო კომუნიზმის იდეა მაინც და რაღაც იდეა ჰქონდათ რუსეთს. ეხლა რუსეთს იდეა არა აქვს. და ჩინეთი აქ ვერ შემოდის კომუნისტური თავისი იდეები, თურქებს ახლა თავისი იდეები აქვს. ამ რეგიონში ჩვენ, ამ ტერიტორიაზე რუსებს ერთადერთი იდეა აქვს, რომ შეიძლება ქრისტიანული ირანის მსგავსი რაღაცა ღმერთის სახელით დიქტატურა მოაწყონ და ეგონათ, რადგან სომეხიერი აბსოლუტური უმრავლესობით ამ ეკლესიასთან და ქრისტიანობასთან ასოცირებს თავს, ამაზე წავა. აქ შეცდნენ, იმიტომ რომ 30 წელი რუსეთის ინვესტიცია იყო მთელი და ანტიდამოუკიდებლობის შემდეგ გარყვნილებაში, რომელიც გარეგინ მეორედ მარტო თვითონ არა, ცხადია ეპისკოპოსების და მისი მთელი სისტემის მეშვეობით სომხური ეკლესია აქცია ჯერ პირველ რიგში ჯაშუშურ ქსელად, ანტისომხურ ჯაშუშურ ქსელად. მერე აქცია ეს ბიზნესად და წარმოუდგენელი იქ, რა თქმა უნდა, ადამიანურ დონეზე სიწმინდესთან კი არა, პირიქით გარყვნილებასთან არის საქმე და სომეხებს ეს ესმის. ამას არავითარ შემთხვევაში იქ არ ხდება გაიგივება რელიგიური და სულიერი გრძნობების და ამ ადამიანების. ეს არ უნდა შეგვეშალოს. ეს ადამიანები არიან სწორედაც რომ ადამიანები და რომლებიც ამ შემთხვევაში პირიქით აწარმოებენ ანტიეკლესიურ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და მე ვფიქრობ ნიკოლ ფაშინიანს აქვს ძალიან სერიოზული შანსები ახლა, მაგრამ არა მხოლოდ ეკლესიას ცხადია, დაშნაკთიცუნის საკითხიც აუცილებლად უნდა მოგვარდეს, იმიტომ რომ ეს ერთ პაკეტში არის. თუ ერთი საკითხი მოაგვარა, მეორე არა, დაშნაკთიცუნი ტერორისტულ აქტზე წამსვლელი ორგანიზაცია არის ფაქტობრივად. პირველი გამოცდილება არ იქნება. ეს ტერორისტული გამოცდილება და ეს საფრთხე ემუქრება სომხეთს. ახლა პირდაპირ ამ დღეებში იყო ეს განცხადება, რომ ამაზე ვფიქრობთ და პრინციპში სომხეთში პირველმა პირებმა თქვეს, რომ ეს რას ნიშნავს, ჯერ ერთი პასუხისმგებლობას იღებთ ღიად 1999 წლის 27 ოქტომბრის ქმედებებზე, რაც ყველაზე დიდი დანაშაული იყო სომხეთის სახელმწიფოს. შევახსენოთ ჩვენს რადიოს ველებს პარლამენტში როცა შეიჭრნენ, მაგაზე არის საუბარი და მოკლეს პარლამენტის თავმჯდომარე და არა მარტო თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი, ვიცე-სპიკერი, მთელი ელიტა, მოკლედ ქოჩარიანის გარდა, მთელი ელიტა. ამის შემდეგ ქოჩერანი მოდის ხელისუფლებაში და ჩააბარა სომხეთი მთლიანად რუსეთს. მოკლედ, აქ ჩდება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ეს საკითხი უნდა ზოგადად გამოაშკარავოს რუსეთის ნარატივი, ეხლა, როცა რუსეთს სხვა იდეა არ გააჩნია, იყენებს ქრისტიანობას და მათ შორის წამსვლელი არის ისეთ რაღაცაზე, როგორიც არის, ეხლა თქვენ ბრძანეთ, მე ის ფაქტი რა თქმა უნდა არ ვიცოდი, რაც თქვენ ბრძანეთ, მაგრამ სომხეთში ეხლა რაც ჩანს, ნამდვილად რომ წამსვლელი არის იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრი გახადოს პატრიარქი ან სასულიერო პირი, ხო? კიდევ კარგი სომეხებს ყოფნის ის სიბრძნე, ნამდვილად რომ ამ
დანაშაულებრივ ანტისახელმწიფოებრივ ანტიეროვნულ ქმედებაზე პირდაპირ უარი თქვას და წერტილი დაუსვას და სომხეთი ამით პრაქტიკულად პირიქით სახელმწიფოების გაძლიერების გზაზე დგას და ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. იცით რა, ჩვენთან სხვათა შორის ახლა ამაზე ძალიან ცოტას ვლაპარაკობთ ჩვენ. პრაქტიკულად ეს შეუძლებელი იყო 2002 წელს თუ ერთ წელს მიღებული საკონსტიტუციო შეთანხმებით, სადაც ეკლესია და სახელმწიფო გამიჯნულია და გარდა მაგისა, განსხვავებით სომხებისაგან, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მართვა-გამგეობით ეკრძალებათ არჩევით ორგანოებში ეკლესიის მართვა-გამგეობის მიხედვით მონაწილეობის მიღება. ამიტომ ჩვენ მაგრამ აი მაშინ შემოვიდა საქართველოში მონარქიის აღდგენის იდეა და საპატრიარქო რომ გამختارიყო და პატრიარქი ასე ვთქვათ გარკვეულწილად რეგენტი ხო მისთვის რა ქვია მომავალი მონარქისათვის ანუ რეალურად ყველგან ქორწინების ამბავი ხო ეს ხა ცალკე ისტორია მაგრამ რეალურად იდეა რადგან აქ შეუძლებელი ხდებოდა, თუმცა ინიცირებული იყო ნამდვილად, მოშეგიძლიათ პრესა მოიძიოთ, ეს ბატონი დადიოდა ძალიან ხშირად იყო დათო ცეცოდი ემახსოვრება კარგად აკუბარდიას იყო ხოლმე მის გადაცემებში ხშირად და ეს საკითხი ნამდვილად იყო ინიცირებული, მაგრამ საქართველოში ამას ამ ფორმით არ ქონდა, როგორც ახლა სომხეთში აპირებენ, იმიტომ რომ სომხური სამოციქულო ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება სხვაგვარია, მათ არ ეკრძალებათ ეს როგორც მე ვიცი, არჩევით ორგანოებში მონაწილეობა და შესაბამისად ამიტომ იქ ადვილად გასაკეთებელია ტექნიკურად და მე აქ საქართველოში ეგრეთ წოდებული მონარქიის აღდგენის იდეა შემოვიდა, ოღონდ მონარქიის იდეა, სადაც პატრიარქს ასე ვთქვათ, ჰქონდა გადამწყვეტი უფლება და მომავალი მონარქიის აღზრდაზეც, დაუშვათ მის განათლებაზეც და შემდგომ მის პოზიციონირებაზეც. აი ეს იყო რეალობა, ანუ პირველი მცდელობა არ არის. მაგრამ ჩვენ უნდა გიორგი ალბათ შევეხოთ იმას, რომ მესამე ქვეყანაში, კავკასიის აზერბაიჯანში ალიევმა გარკვეულწილად მოახერხა მთლიანად, ასე ვთქვათ, ძალაუფლებიდან რელიგიური სეგმენტის ჩამოცილება. ეს მან შეძლო. ჩვენთან ბიძინა დამორჩილდა ბოლომდე მიუხედავად იმისა რომ იცით რომ მისი პოზიციები ხო თავიდან როგორი იყო დიდი ნებათაღელვა გამოიწვია რომ საპატრიარქი არ არის დაუშვათ შეუმცდარი რომ ყველას აქვს მისი კრიტიკის უფლება და ხო გვახსოვს ახლა თვითონ გვეუბნება რომ არა გვაქვს კრიტიკის უფლება იმიტომ რომ ვერ შეძლო საკუთარი ხელისუფლება გაემიჯნა იქიდან რომ რეალურად იმიტომ რომ ჩამოკიდებულია მისი ლეგიტიმაცია დღეს ეკლესიაზე არის ბევრად დამოკიდებული ამიტომ ის ვერაფერს ვერ იზამს და ალიევმა ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ და ძალიან ხისტი რეფორმა ჩაატარა ამ თვალსაზრისით. პრაქტიკულად ძალაუფლების ყველა ბერკეტი გამოაცვალა სასულიერო ლიდერებს აბსოლუტურად და მხოლოდ ფორმალური ფუნქცია დაუტოვა. ასე რომ როგორც ჩანს ეს ამბავი ჩვენთანაც წინ არის, მაგრამ ამის გაკეთების მორალური უფლება არ ექნება ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას არც ერთ შემთხვევაში და ის რომ ეკლესია მარტო ეროვნულ ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა სხვა ქვეყნის ინტერესებს, ამაში საკამათო არაფერია არც სომხეთში, არც აზერბაიჯანში, არც საქართველოში. ჩვენ გვაქვს რეკლამა, მადლობა დიდი. რეკლამაზე გავალ, შევისვა და რეკლამის შემდეგ დაბრუნდით უკვე საქართველოს ამბებზე ვისაუბროთ აქ მიმდინარე პროცესებზე. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში, გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ სომხეთში არსებულ ვითარებაზე, შეგახსენებთ რომ იქ ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობა და ჩვენი სტუმრები არიან სტუდიაში გიორგი ტუმასიანი და ლელა ჯეჯელავა. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ უკვე ვისაუბრებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. იცით რომ ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის რიგარეშე შეხვედრაზე საქართველოს საკითხი განეხილეს, საკმაოდ საინტერესო განცხადები გაკეთდა საქართველოსდან აქტივისტები და ასე ვთქვათ ის ადამიანები ესწრებიან ამ სხდომას და გამოდიან
მოვდიან, ვინც აქტიურად არიან პროცესში ჩართული, მაგალითად ლაშა ბუღაძე, რომელმაც თქვა, ევროპამ აჩვენე შეინძალა რითაც ჩვენს იდეალებს დაიცავ, პუტინი და დამარცხდეს და უნდა დაისაჯოს ყველა მისი სატელიტი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც ევროპას აშორებს საქართველოს და დამოუკიდებლობას გვაკარგინებს. ბექა ყორშია, ჟურნალისტი, რომელსაც თქვა, მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, ნუ აქცევ სტრატეგიულ მოთხოვნებას მორალურ დუმილად. ახლა რა განცხადების, არამედ ქმედებების დუმა. ბუნებრივია ევროპარლამენტარებისგანაც გაკეთდა განცხადება, რაცა იუკნევიჩიანი ამბობს, ყოველ კვირას გვიწევს ცვლილებების შეტანა ანგარიში. ახალი მტკიცებულებებისა და ახალი სასტიკი ნაბიჯების გამო, რასაც რეჟიმი გვთავაზობს. უნდა მოუწოდოთ წევრ სახელმწიფოებს, რაც შეიძლება მალე დააწესონ სანქციებიო. ნუ დღეს განცხადება გაკეთდა ასევე მარტა კოსის მხრიდან გაკეთდა. აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხით, რომლებიც ქუჩაში გადიან და იბრძვიან ევროპული პერსპექტივისთვის. მოუწოდებთ მთავრობას და ყველა ინსტიტუტს დაუბრუნდით ევროპულ გზას. ეს არის ის, რასაც თქვენი ხალხი მოითხოვდაო. ნუ თუმცა, როგორც იცით, საქართველოს ხელისუფლება დიდად არა მხოლოდ ევროპარლამენტის, არამედ უკვე ევროკომისიის და ასე შემდეგ განცხადებებსაც არ აქცევს. ყურადღებას დღეს არ გვქონდა თქვა, რომ ჩვენ მიტო გავაჩერეთო ეს ინტეგრაციის პროცესი, რომ ამითი არ მომხდარიყო კანდიდატის სტატუსით ჩვენი დასანქცირება, რადგან მარტა კოსმა ასევე თქვა, რომ ჩვენ შეგვიძლია რა თქვა, უნდა კანდიდატის სტატუსით შევაჩეროთ, უვიზომილოსად შევაჩეროთ და ბევრი ბერკეტი გვაქვსო, თუმცა ჯერჯერობით როგორ ჩანს ფიქრობენ ისე, რომ ხელისუფლება აზრზე მოიყვანა. რამდენად როგორ წარმოგიდგენიათ ამ ურთიერთობების განვითარება? თქვენ საითკენ მიდის ეს ყველაფერი, როგორ გონიათ? გავდოლებთ თქვენგან დავიწყე. იცით, საითკენ მიდის, ძნელი გამოსაცნობი არ არის. იმიტომ რომ თუ ვინმე ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრი გამოთქვა, ყველა არის deep state. რეალურად საქართველოს ხელისუფლება არის გამოცხადებულ ომში deep state-თან და ახლა მე მაქვს კითხვები, ხო, რომ როდესაც რა განაპირობებს იმ გრძელვადიან მშვიდობას და უსაფრთხოებას, რომელსაც არჩევნების წინ ხალხს პირდებოდა ბიძინა ივანიშვილი იმ პირობებში, როდესაც აღარ ყავს სტრატეგიული პარტნიორები, როდესაც არ აგვაქვს საერთაშორისო პროგრამების და ფონდების მხარდაჭერა, როდესაც არ მოგვეწოდება ახალი თანამედროვე შეიარაღება, განსხვავებით ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებისაგან, სომხეთისაც და აზერბაიჯანისაც სხვათა შორის, როდესაც რეალურად ჩართული ვართ იმ deep state-თან ომში, რომელსაც ტრამპიც ვერ ამარცხებს, აი რაზე დგას ჩვენში მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხი. ამ კითხვაზე არ გინდათ რომ პასუხი გაგცეთ ქართულმა ოცნებამ? ბოლოს ქართული არმიის წვრთნები როდის ჩატარდა, ვის გახსოვთ აბა მითხარით? აი რუსეთის თუმცა ხა არმიის დღეზე ირაკლი კობახიძე მისაუბრა ახალი შეიარაღების ყიდვაზე და ასე შემდეგ. ой, ირაკლი კობახიძე იმაზეც საუბრობ. საერთოდ დროებით გიორგისთან გადავალ თქვენ ჩვენი ბიუჯეტი არანაირად არ ადასტურებს იმას, რომ რაიმე შეიარაღების შეძენაზე მიდის საუბარი. ჩვენი ბიუჯეტი თავდაცვის რჩება მინიმალურ თანხაზე, რომელიც პრაქტიკულად გულისხმობს მხოლოდ ხელფასების აი ამ კომპონენტს. ჩვენ დღეს ვართ ყველაზე სუსტი სახელმწიფო რეგიონში, როცა ხელისუფლება გვემუქრება ომით. ამ პირობებში ჩვენი თავდაცვის უნარიანობა არ შეესაბამება ჩვენი მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანის ელემენტარულად ხარჯებს მაგალითად და ნამდვილად იმის ნაცვლად რომ მაგალითად ჩვენ გვესარგებლა ამ უნიკალური შესაძლებლობებით მაგალითად აი ეხლა საუბრობთ ხო რომ სომხეთს აქვს დაწყებული ევროინტეგრაციის პროცესი სომხეთთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილი არის ჩვენი ერთობლივი ევროპული ფასეულობები საფრანგეთი დაინტერესებულია რომ სომხეთს მიაწოდოს შეიარაღება იმისთვის რომ უზრუნველყოს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა და არ გაიხსნას ექსტრატერიტორიული ზანგეზურის დერიფანი, რომელიც საქართველოსთვის არის გეოპოლიტიკური კატასტროფა, იმიტომ რომ თუ თურქეთს და აზერბაიჯანს პირდაპირ სახმელეთო კავშირი ექნება, ჩვენი გეოპოლიტიკური როლი, რომელიც საქართველოს გააჩნია, უბრალოდ ქრება. და ამისთვის საფრანგეთი რომ პირველი პარტია ბასტიონები მიაწოდა და მაგის მერე ივანიშვილის რეჟიმმა ჩაკეტა სომხეთში მიმავალი ეს სამხედრო ტვირთები სინამდვილეში იმის ნაცვლად რომ საფრანგეთისთვის ეთქვა რომ სომხეთში მიაწოდე და მეც მომაწოდე სამხედრო შეიარაღება და პირველად გამოჩნდა რეალური საშუალება რომ საფრანგული შეიარაღება მივიღოთ საქართველოში მათ შორის ანტისაჰაერო ანუ ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა რომელიც ძალიან გვჭირდება საქართველოს ამის ნაცვლად ჩვენი შეიარაღებული
ძალები დღეს იზოლირებულია დასავლეთისგან მთლიანად, ჩვენ აქეთ საკუთარვე თავს პრობლემას ვუქმნით, როცა სომხეთს ვუზღუდავთ ამ შესაძლებლობებს და პირიქით სომხეთის ევროინტეგრაციის ჩამშლელი გამოდის დღეს საქართველოს, რაც წარმოუდგენელია ჩვენივე ეროვნულ ინტერესებში არის, რომ ერთად მივდიოდეთ ევროპისკენ. ამ პირობებში დღეს საქართველოს პოლიტიკურად, გეოპოლიტიკურად ჩამოშორებულია დასავლეთს, მოკავშირის გარეშე არის. იმ სომხეთს დასავლეთში ყავს მოკავშირე ინდოეთშიც, აზერბაიჯანს, აგერ თურქეთი, პაკისტანი, ჩვენ ვისთან ვართ მოკავშირე? ისრაელი კი, მაგრამ ჩვენ ვისთან ვართ მოკავშირე? რუსეთთან ხო არ არის ოცნება მოკავშირე, მაინც ხო ვერანაირად ვერ ლაგდებიან რუსეთთანაც ხო გასაგები, აგერ დღეს დანიშნეს ცხინვალის რეგიონში ეგრეთ წოდებული თავდაცვის მინისტრი ეთნიკურად რუსი და არა ოსი. ეს რას ნიშნავს თუ არა ანექსიას ჩვენი ტერიტორიის აქვე შიდა ქართლში. და ჩვენ რანაირი უსაფრთხოების სისტემას ქმნით ამის საპასუხოდ? ვის ვებრძვით? იმის ნაცვლად ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები ებრძოდნენ ჩვენ მტერს, რომელიც შემოსულია ჩვენს ქვეყანაში, აქტივისტებს დაძდევენ და 19 წლის გოგოებს აპატიმრებენ. ციხეში უშვებენ. აი მე მართლა მინდა ეს საკითხი გავაგრძელო და მედიის მთელი ყურადღება უნდა იყოს იმაზე გადატანილი, რომ ჩვენმა მოსახლეობამ კეთილი ინებოს ქართულმა ოცნებამ, ეგრეთ წოდებულია თუ წოდებულია, თვითონ გადაწყვიტოს როგორია, აუხსნას მოსახლეობას იმ პირობებში, როდესაც ჩვენ არ ყავს აღარცეთი სტრატეგიული მოკავშირე, რომელთანაც არ ვიღებთ დახმარებას ევროპიდან, არ ვიღებთ დახმარებას შეერთებული შტატებიდან, როდესაც ვერ ვზრდით ბიუჯეტს ჩვენი თავდაცვისათვის. ვინ უზრუნველყოფს ამ პირობებში საქართველოში უსაფრთხოებას და გრძელვადიან მშვიდობას? თუ ბიძინა სტრატეგიულ დუმილზე გადის საქართველოში მშვიდობა და ის არის გარანტი, არ არის. ყველას ნაკლებად აინტერესებს ბიძინა ივანიშვილი, ეს მარტო აქაური ქოცებისთვის წარმოადგენს რამე ღირებულებას, ის არც რუსებისთვის არის არანაირი ღირებულება, მით უმეტეს არც დასავლელი პარტნიორებისთვის და არც საერთოდ აღმოსავლეთში. ერთი სახელმწიფო დაასახელეთ, რომელთანაც დღეს ჩვენი სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობები შეიძლება შევაფასოთ როგორც მოკავშირე ან სტრატეგიული პარტნიორი. დამისახელონ ყველა, ჩინეთთან ხო გაფორმდა ხელს. რომელიც არ აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. რომელიც არ აღიარებს ტერიტორიულ მთლიანობას და შესაბამისად ხელსაც არ გაანძრევს ამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის აღდგენაში ან შენარჩუნებაში, რომ დაგვეხმაროს. აი რანაირად რის საფუძველზე ვაღწევთ ამ გრძელვადიან მშვიდობას? ამიტომ ეს ოცნების რატომ უნდა ბიძინა ივანიშვილს ტელევიზიების დადუმება, მედიის დადუმება, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ტიპის კითხვები არ დაისვას. და მე მაქვს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა. როდესაც კობახიძემ ტრამპს წერილი მიწერა და მოკლედ ბრალდებების მთელი ნუსხა წაუყენა. აი ის რატომ არ აღმოჩნდა ამ წერილში ვიღაც deep state-ელმა, რომ მეორე ფრონტის გახსნა შესთავაზა. არ იყო მნიშვნელოვანი საკითხი ტრამპისთვის რომ მიეწერა? ანუ არ იყო ეს ფაქტი შემდგარი, არ არსებობდა და შესაბამისად ვერ გაბედეს, რომ ეს ჩაეწერათ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისადმი მიწერილ წერილში. სხვა შემთხვევაში ფლეშკას გააგზავნიდნენ წერილთან ერთად ეს ფაქტი რომ არსებობდეს, მაგრამ აი ამ იაფასიანი პროპაგანდით, რომელიც სოფლიდან სოფელში, წყაროდან წყაროზე გადადიოდა, რომ ვიღაცამ ირაკლი კობახიძეს თუ ღარიბაშვილს არ ვიცი, მეორე ფრონტის გახსნა მოთხოვა, არჩევნები რეალურად ჩაატარეს, რომ გააყალბეს მაგას რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ვიღაცამ ვინც ხმა მიცა, ხო, ამით შეშინებულმა მიცა, რომ იმას კაბინეტში აღჩობდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს თუ მეორე ფრონტს არ გახსნიდა. ამიტომ არ უნდა მედია ივანიშვილს, ამიტომ ებრძვის თავისუფალ სიტყვას და კიდევ ერთი ძალიან მაინტერესებს ახლა აღიარება არ აღიარების თემა. როდის არის ეს კანონის საკითხი? კი, მესმის შეიძლება მართლა ჟურნალისტური ეთიკის თემა, მაგრამ მე ჟურნალისტი პირველ რიგში თუ ვარ, ადამიანიც ვარ, ხო? და ჩემი აღქმა
ვიღაცა ლეგიტიმურია თუ არ არის ლეგიტიმური, ვინ შეიძლება? მე ჟურნალისტ თქვენ მერაბ მეტრეველს გაქვთ უფლება ღმერთი აღიაროთ ან არ აღიაროთ და ბიძინა ივანიშვილის არ აღიარებისთვის კანონით დაიჯდა ვინ გაიგო გამაგებინეთ ერთი. ამათმა სულ ასტრალში მოინდომეს გასვლა, მაგრამ ეს არ გაუვათ, გამორიცხულია. არ გაუვათ. კი ბატონო, და ბოლოს აუცილებლად მინდა თქვენი აზრი მოვისმენ იმ ადამიანებს, ვინც აქტიურად ხართ ამ პროტესტში ჩართული, აქტივისტში ჩართული და ასე შემდეგ, კალბატონელა პოლიტიკაშიც იყო, კენჭაც იყრიდა. რას ფიქრობთ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე? აზრი არის ორად გაყოფილი პარტიებს შორის და თქვენი პოზიცია როგორია? გიორგი, შენგან დავიწყებ. უნდა მიიღონ პარტიებმა მონაწილეობა თუ არა? ძალიან მკაფიო არის დიქტატურაში, რომელიც ყოველდღე ძლიერდება, სადაც პოლიტიკური ლიდერები ციხეში არიან არასამთავრობო ორგანიზაციებს პრაქტიკულად ახალი ამ ვითომ ფარათი, რომელსაც ფარასთან კავშირი არ აქვს, პრაქტიკულად ანადგურებენ მედიას, რომელსაც ემუქრებიან დახურვით, ცესკოს, რომელსაც იარაღის ტარების უფლება მისცეს, სისტემა, უსაფრთხოების და პოლიცია, სადაც მონოლითი აქვს შექმნილი და ძალადობენ მოქალაქეებს, 19 წლის გოგოებს უშვებენ ციხეში. ამ პირობებში ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც შესაძლებლობები მინიმალური გაქვს რეალურად. რატო თბილისში ხომ მოვიგეთო და იქნებ მოვიგეთო? მოვიგეთ ეს რა ქვია, საპარლამენტო არჩევნები განვასხვაოთ ერთმანეთისგან. მოქალაქეებს ესმით, რომ საპარლამენტო არჩევნებზე შეგიძლია სისტემის შეცვლა და თვითმმართველობის არჩევნების სისტემა არ იცვლება. ყოველთვის აქტივობა თვითმმართველობის არჩევნებზე არის დაბალი. იმ პირობებში, როცა საერთოდ ნახევარი ოპოზიციის აკრძალვაზე არის საუბარი და მეორე ნახევარსაც ამბობენ, რომ თქვენს ნაციონალური მოძრაობა ხართო და თქვენს აკრძალავთო. რაზე არის საერთოდ საუბარი? მე არ მესმის ეს საუბრის საერთოდ შინაარსი, იმიტომ რომ შეუძლებელია კალანდარიშვილის მიერ წარმოებული თვითმმართველობის არჩევნებში რომც გაიმარჯვა, არანაირი აზრი ამას არ აქვს. შეხედეთ ექრემ იმამოღლუს მაგალითს, სტამბულის მერი, რომელიც პრაქტიკულად პრეზიდენტობის გამარჯვებული კანდიდატი იყო. ჩვენთან ვინ არის ესეთი კანდიდატი თბილისში? ეს ოთხი პარტია რომ სახალხო დაკვეთა რო არ შეასრულეს და არ გაერთიანდნენ, რაც ჩვენი დაკვეთა იყო რეალურად. ამ პირობებში ვინ ერთიანი კანდიდატი უნდა წარადგინოს? ხო, თან გახარია, ალბათ არც დათანხმდება ნაციონალურ მოძრაობასთან ერთიანი კანდიდატი. ხო, ძალიან ცუდი ეს პროცესი, რომ იქ უცნაური ნარატივები გაჩნდა ასევე ლელოს მხრიდან, იმიტომ რომ გაუგებარია ერთიანობას ვითხოვდით ჩვენ და რეჟიმის არაღიარებას, არალეგიტიმური რეჟიმის და მათთან არ თანამშრომლობას და შესაბამისად წინასწარო იცი, რომ ცესკო ამ არჩევნებს გააყალბებს და ეხლა ამაში ვინმეს ეჭვიეპარება, რანაირად უნდა შეხვიდე ამ არჩევნებში. და ამაზე არის კონტრარგუმენტი, აბა რას გვთავაზობთო და პროტესტის შედეგს არ იძლევა. უკაცრავად, მაგრამ თქვენ რომ მთელი ეს პერიოდი რიგითი ჯარისკაცები ვიდით გახართ იქ და გონიათ ეს მაგარი საქმე, თქვენსგან არავინ არ მოითხოვდა იქ რიგით ჯარისკაცად ყოფნას. სად არის პოლიტიკური პროცესი? რიგით ჯარისკაცი აქტივისტებიც არიან და მთელი ერია აქტივისტი. სად არის პოლიტიკური პროცესი, რომლის შედეგადაც თქვენ შეძლებდით, რომ ისეთი წარმატებული ალტერნატივა გეჩვენებინათ ქართული ოცნებისთვის, რომ ხალხს ჯეროდეს და ბოდიში თუ რესურსი გაქვთ თვითმმართველობის არჩევნებს, გააძლიერეთ პროტესტი. იქ უბრალოდ ნუდ გახართ. კარგი, ქავტოლელა, ერთი წუთი გვაქვს, თქვენი პოზიცია როგორია? სრულად ვიზიარებ გიორგის მოსადაზრებას, საერთოდ მიმაჩნია არაგონივრულად კი არა, უბრალოდ დანაშაულებრივად იმაზე საუბარი, რომ ეხლა, როდესაც თან ადამიანებს ეუბნები, რომ ეგზისტენციური ბრძოლა მაქვს ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლადო და შედიხარ თვითმმართველი ერთეულებისთვის ბრძოლაში, რომ ეგებ ქალაქი მოიგო. როგორ წარმოუდგენია? ამის ჩამოიშლება თბილისი მოვიგეთო ოცნება. ექრემი მე ხო და ეს არ არის მარტო პირველი შემთხვევა, როდესაც რამდენი წელია თურქეთში დიდ ქალაქებს იგებენ ოპოზიციონერები და ეს იმამოღლუ არ არის პირველი შემთხვევა, მაგრამ როცა დაჭირდა ერდოგანს ციხეშიც გაუშვა და მერის ციხეში გაშვებას არაფერი არ უნდა აბსოლუტურად, როდესაც პროკურატურა სუსი და ის ხელისუფლების ხელშია, ისე მიაბრძანებენ ციხეში 6 თვის თავზე თვითონ ვერ გაიგებს რატომ იგი. მე ერთი ძალიან მაინტერესებს კიდევ ერთი რამ. მერი რომ თბილისი რომ
გაიმარჯვოს და ოპოზიციონერი მერი ყავდეს. რა სიზამ საარჩევნო კოდექსს ცვლის, იმ ბავშვებს ციხიდან უშვებს, ტყუილა უბრალოდ რომ არიან ციხეში დასული და საერთოდ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ეხა აპირებენ რომ თვითმმართველობაში არჩევნებში შეყვნენ ქართულ ოცნებას, რა მორალით უნდა ელაპარაკონ ხალხს, რომ აქ კანალიზაციის მილს ჩაგიგდებ და აქ ასფალტს დაგიგებ, იმ დროს, როდესაც ესე იგი არიან მშობლები, გამწარებულები, იმიტომ რომ ორ-ორი შვილი უსით ციხეში, ორ-ორი შვილი, ყველაფერს რო თავი დავანებოთ. არიან პოლიტიკური ლიდერები, მათი კოლეგები, რომლებიც ციხეში წავიდნენ, იმიტომ რომ თანამიმდევრული პოზიცია ჰქონდათ, რომ არ გცნობ, არ გაღიარებ არჩევნ კომისიას, არჩევნ პარლამენტს და ასე შემდეგ. ეს ეხა რა გონია გახარიას ან ნებისმიერს, ვინც გახარიას დაემატება კიდე რიგში, რომ ასეთი არათანამიმდევრული პოზიციით მოიგებს რამეს და საერთოდ მაინტერესებს, ვინმე მუთხრათ, რომ ოქტომბრის მერე რეიტინგი გაეზარდათ, წავიდნენ და რუსთაველზე გაზომონ თავისი რეიტინგები და მერე მიიღონ ადგილობრივ თვითმმართველობაში. მადლობა დიდი ლელა ჯეჯელავა და გიორგი ტუმასიანი იყვნენ ჩვენი სტუმრები. მე გემშვიდობთ სულ 1 საათით 9:30 დაგიბრუნებით გადაცემით პოლიტიკური სივრცე და სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის თემაზე უკვე პარტიებს შორის გვექნება დისკუსია. მანამდე კი გიტოვებთ მთავარ საინფორმაციო გამოშვებას.